მასშტაბური პროექტი და განვითარების ახალი ეტაპი საქართველოს პირველი ტელევიზიისთვის გამორჩეული აღმოჩნდა 2025 წელი ხუთწლიანი სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ 24 მარტს პირველმა არხმა ახალი შენობიდან დაიწყო მაუწყებლობა. პოლიტიკოვსკაიას 31 ნომერში განთავსებული ორი კორპუსი უახლესი ტექნიკითა და აპარატურით აღჭურვილი და ტექნიკურად რთულად შესასრულებელი პროექტების განხორციელების შესაძლებლობას იძლევა. გამორჩეული არქიტექტურის, დიზაინისა და დაგეგმარების კორპუსები მასშტაბურ პავილიონებსა და სტუდიებს აერთიანებს. სამშენებლო სამუშაოების დაწყებას წინ ახალი ტერიტორიის მოძიების, შესაბამისი ფინანსური რესურსების მობილიზების და მულტიმედიური სივრცის მოწყობასთან დაკავშირებული რთული საინჟინრო ტექნოლოგიური საკითხების გადაწყვეტის პროცესი უძღოდა. გზა 2018 წლიდან 2025-მდე მარტივი არ ყოფილა. ახალი შენობის შექმნის ისტორია ასახული ფილმში სახელწოდებით მაუწყებლობის 100 წელი, რომელიც დღეს პირველი არხის კინოდარბაზში აჩვენეს. ფილმის რეჟისორი და სცენარის ავტორი ირაკლი გოქაძეა. ტელევიზიის 69 დაბადების დღე კიდევ ერთი მოვლენით აღინიშნა. საზეიმო ვითარებაში გაიხსნა ხიდი, რომელიც ტელევიზიის ორ კორპუსს ერთმანეთთან დააკავშირებს. როგორ აჯამებს ტელევიზია მიმდინარე წელს და რა გეგმებითა და პროექტებით ხდება 2026 წელს? მარიკა შალიკაშვილი ერთ-ერთი ავტორია სწორედ იმ ფილმის, რომლის სატელევიზიო პრემიერაც ცოტა ხნის წინ გაიმართა. სწორედ მარიკა შემოგვიერთდება ახლა პირდაპირ ეთერში. მარიკა. თამთანიკა, მოგესალმებით პირველ რიგში თქვენ და პირველი არხის თითოეულ თანამშრომელს, მოქმედს და ყოფილ თანამშრომელს მინდა მივულოცო დღევანდელი დღე, რადგან ვფიქრობ, რომ ამ ტელევიზიაში მუშაობა ყოველთვის იყო და არის დიდი პატივი. დღეს 69 წელი შეუსრულდა საქართველოს პირველ ტელევიზიას და ჩვენ დღევანდელ დღეს, ამ დაბადების დღეს და 2026 წელს უკვე ხვდებით ახალ შენობაში, პოლიტიკოვსკაიას 31 ნომერში, სადაც არის ორი კორპუსი განთავსებული, რომელიც აერთიანებს თანამედროვე ტექნოლოგიებით შექმნილ ყველა თანამედროვე აპარატურას, სისტემას და თვითონ შენობა იძლევა ყველანაირ შესაძლებლობას იმისთვის, რომ ჩვენი მაუწყებლობა იყოს კიდევ უკეთესი, კიდევ უფრო ხარისხიანი. პირველ კორპუსში არის განთავსებული საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახური, სხვა რედაქციები, უკვე მეორე კორპუსში კი არის განთავსებული სტუდიები, რომლებიც არის უპრეცედენტო სიდიდის. საქართველოში ამ მასშტაბის და ამ ზომის სტუდიები არ არსებობს და შესაძლებლობას იძლევა ეს ყველაფერი იმისთვის, რომ ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი შეიქმნას, აქ ჩაიწეროს გადაცემები, ფილმები, სერიალები და სწორედ ახლა 2026 წელს ჩვენს შესაძლებლობა ექნება, რომ სწორედ ამ ერთ-ერთ პავილიონში მომზადებული სერიალიც ნახოს. მოკლედ ძალიან ბევრი სიახლეა, რაც შეეხება ფილმს. ფილმი ეს არის დოკუმენტური ფილმი, რომელიც ირაკლი გოქაძემ, რეჟისორმა ირაკლი გოქაძემ გადაიღო და ამ ფილმში არის მოთხრობილი ისტორია, თუ როგორ მიმდინარეობდა მშენებლობა იმ შენობის, რომელშიც ახლა ჩვენ ვიმყოფებით 2018 წლიდან, როგორც შენ აღნიშნე, თამთა 2025 წლამდე, ვიდრე ჩვენ ამ შენობაში გადმოვიდოდით. მე ვფიქრობ, რომ ეს ერთსაათიანი დოკუმენტური ფილმი მაყურებელს კიდევ უფრო კარგად აჩვენებს, თუ როგორ მიმდინარეობდა ეს პროცესი და როგორი არის ჩვენი ახალი შენობა. დღეს ასევე გაიხსნა ხიდი, რომელიც აკავშირებს პირველ და მეორე კორპუსს ერთმანეთთან და მოდით ახლა ასევე ვნახოთ რეპორტაჟი, სადაც მოგიყვებით იმ გეგმებზე, რომელიც არხს აქვს 2026 წელს და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან საინტერესო სატელევიზიო სეზონი ელოდება ჩვენს მაყურებელს. 2026 წელს საქართველოს პირველი არხის თანამშრომლები ახალ მისამართზე, ახალ ულტრათანამედროვე შენობაში ხვდებიან, რომელიც ყველა საერთაშორისო სტანდარტს პასუხობს და ხარისხიანი პროდუქტის შექმნის სრულიად ახალ შესაძლებლობებს ქმნის. პოლიტიკოვსკაიას 31 ნომერში მდებარე მედია ცენტრი 2 ჰექტარ მიწის ფართობზე აშენებულ ორ ბლოკს აერთიანებს. 4 სართულიან ცენტრალურ კორპუსს, სადაც საინფორმაციო სამსახური და სხვადასხვა გადაცემების რედაქციებია განთავსებული. მათ შორის 100 მაყურებელზე გათვლილი კინოდარბაზი ილუზიონი და ქვეყანაში უპრეცედენტო სიდიდისა და უნიკალური შესაძლებლობების მქონე პავილიონები. ინოვაციური ეკომწვანე შენობის ინფრასტრუქტურა უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა ტელერადიო და ონლაინ მაუწყებლობა კიდევ უფრო სწრაფი და ხარისხიანი იყოს.
პირველი არხისთვის ვფიქრობ, ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი წელია, რადგან დასრულდა ისტორიული პროექტი, რომელსაც ქვია ახალი შენობა და ეს არ არის მხოლოდ პირველი არხის პროექტი, ეს არის ჩვენი ქვეყნის პროექტი. ეს ერთი წელი არის ერთის მხრივ ძალიან დამღლელი, იმიტომ რომ გავიარეთ ძალიან რთული გზა, თუმცა მეორეს მხრივ არის ჩვენი თანამშრომლების მთელი გუნდისთვის საამაყო წელი, იმიტომ რომ ჩვენ შევძელით და მიუხედავად ყველაფრისა, მათ შორის მიტინგებისა, გამოსვლებისა, სადაც 24/7-ზე ჩვენი ჟურნალისტები, ოპერატორები მუშაობდნენ ველზე და ვფიქრობ, რომ საზოგადოებას აწვდიდნენ სწორედ ისეთ ინფორმაციას, რომელიც იყო ობიექტური და რეალური, სრული. ამასთან ერთად პარალელურად ჩვენი თანამშრომლები 24/7-ზე ჩვენ ყველანი აქ მუშაობდით იმისთვის, რომ უწყვეტი ეთერი შეგვენარჩუნებინა და რეალურად ისეთი პრეცედენტი შევქმნით, რომელიც შემიძლია თამამად თქვა, რომ სოფლიო მედია ინდუსტრიაში არ არსებობს. ანუ პირდაპირი ეთერით გადმოვედით ახალ შენობაში და მე მივცემ ჩემ თავს უფლებას და წელს განსაკუთრებულ მადლობას გადავხდი გუნდს, რომელსაც ქვია პირველი არხის გუნდი. 2025 წელი საქართველოს პირველი არხისთვის ბევრი მიმართულებით იყო დასამახსოვრებელი. 13 დეკემბერს არხმა საქართველოს კულტურის სამინისტროსა და სტარინგ ჯორჯიასთან ერთად ევროპის ყველაზე პოპულარული საბავშვო მუსიკალური კონკურსის საბავშვო ევროვიზიის ფინალს უმასპინძლა. მსოფლიოს მასშტაბით 70 მილიონი ტელემაყურებელი. პირდაპირი ტრანსლაცია ევროპის 20 ქვეყანაში. კონკურსანტების მხარდაჭერა მსოფლიოს 188 ქვეყნიდან. 6000-ზე მეტი მაყურებელი დარბაზში და მონაწილე 18 ქვეყნის 250 დელეგატის სტუმრად. ყველა ერთხმად აღნიშნავდა, რომ რიგით 23 ფესტივალი გამორჩეული იყო თავისი მასშტაბითა და ეფექტურობით. ეს იყო მართლაც ძალიან გამორჩეული შოუ, ამას აღნიშნავდა ყველა დელეგაცია, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები, ხაზგასმით აღნიშნავდნენ ამის შესახებ ასევე ევროპის მაუწყებელთა კავშირის წარმომადგენლებიც და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩვენმა ქვეყანამ შეძლო მაუწყებელმა მართლაც წარმოუდგენელი შრომა ჩადო ამაში. პირადად მე ძალიან მიხარია, რომ დათუ ნალოდაშვილთან ერთად მომიწია ამ პროექტის წაყვანა. 2026 წელს საქართველოს პირველი არხის ბადეში კვლავ რჩება ის გადაცემები, რომლებმაც მაყურებლის ინტერესი და სიმპათია დიდი ხანია მოიპოვა. თუმცა ამასთანავე თქვენ ახალი საინტერესო პროექტები გელოდებათ. დილა პირველზე ტრადიციულად გადაცემით ახალი დღე დაიწყება. თქვენ გელოდებათ საინტერესო სტუმრები, რუბრიკები, სიუჟეტები და პირდაპირი ჩართვები. თქვენს ჯანმრთელობაზე დილიდან კვლავ იზრუნებს პირადი ექიმი მარი მალაზონია. საინფორმაციო სამსახური როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ არსებული ყველა მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ ზუსტ და ობიექტურ ინფორმაციას კვლავ ყოველდღიურ რეჟიმში მოგაწვდით. გადაცემა დღე პირველ არხზე საინტერესო სტუმრებით, რუბრიკებით 12 იანვრიდან დაბრუნდება ეთერში. ეკონომიკის სფეროში მიმდინარე სიახლეებზე ისევ ბიზნეს პარტნიორიდან შეიტყობთ. 20 იანვრიდან ეთერში დაბრუნდება საზოგადოებრივი პოლიტიკური თოქ-შოუები, აქტუალური თემა მაკაცინცაძესთან ერთად და დღის თემა, რომლის წამყვანი თამთა სანიკიძეა. საქართველოს პირველი არხისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება ქართული კინოწარმოება და მისი პოპულარიზაცია. მაყურებელი ახალი წლიდან ეთერში არხის წარმოებულ დოკუმენტურ და მხატვრულ ფილმებს კვლავ ნახავს. თებერვალში ორსერიანი მხატვრულ დოკუმენტური ფილმის ეგრისის დიდი ომი პრემიერა შედგება. ვასილ მაღლაფერიძის ფილმი რომაელი ისტორიკოსების პროკოფი კესარიელის და აგათია სქოლასტიკოსის ნაშრომების მიხედვით არის გადაღებული და მე-6 საუკუნის საქართველოს ხელოვნური ინტელექტის საშუალებით აცოცხლებს. ახალი სეზონიდან კინოს მოყვარულებისთვის ეთერში ბრუნდება გადაცემები დოსიე, აკა მორჩილაძის ფილმების სერია და პირველი არხის დოკუმენტური ფილმების სტუდიის მიერ წარმოებული სურათები. იანვრიდან პირველი არხის ეთერში რეჟისორ ლევან კოღუაშვილის საავტორო პროექტი დიდი კინო გელოდებათ. გარდა ამისა, მალე დასრულდება საქართველოს პირველი არხის მიერ წარმოებული ახალი მხატვრული სერიალის გადაღება, რომლის რეჟისორი ლევან ახობაძეა. ჩემ დახალს გავჩეჩავ თუ არა ტყუილების გამო რა შენი საქმეა? ეთერში ბრუნდება გადაცემები წიგნების თარო და მარტივი ლოგიკა. იწყება ახალი გეიმ შოუ, საერთაშორისო პროექტის ლიცენზირებული ანალოგი, სახელწოდებით გინდა თუ არა მოიგო 100.000. საახალწლო ეთერის შემდეგ, რომელიც დატვირთული იქნება შესაბამისი ფილმებს, რომელიც საახალწლო განწყობას ძალიან გვიმაღლებს და მის გარეშე ვერ წარმოგვიდგენია მართლაც ახალი წელი. დაიწყება ჩვენი შეიძლება ითქვა ზამთრის და შემდგომ გაზაფხულის სეზონი. ამ სეზონზე ჩვენ შევთავაზებთ ჩვენს მაყურებელს რამდენიმე ახალ
ახალ პროექტს. შევთავაზებთ ლევან კოღუაშვილის საავტორო პროექტს, რომელსაც დიდი კინო ეწოდება და მართლა ძალიან საინტერესო პროექტი ელოდებათ კინოს მოყვარულებს. ჩვენ შევთავაზებთ ყველაზე პოპულარულ ინტელექტუალურ თამაშს, რომელიც გინდა თუ არა მოიგო 100,000, რომელსაც ორიგინალში მილიონერი ქვია. აქტიურად მიმდინარეობს მეგაშოუს ხალხურის მზადების პროცესი. გელით პირველ არხზე ბევრი სხვადასხვა ჟანრის და სხვადასხვა გემოვნების მაყურებლისთვის განსაზღვრული გადაცემები გვაქვს. პირველი არხის საეთერო ბადე დატვირთული იქნება სპორტული და მუსიკალური გადაცემებითაც. კვლავ ნახავთ გადაცემას Time Out-ი, ყველაზე რეიტინგულ მუსიკალურ პროექტს აკუსტიკა, მუსიკის 12 მოციქული და საბავშვო მეგა შოუ რანინას მე-9 სეზონს. სწორედ რანინას გამარჯვებული წარადგენს საქართველოს საბავშვო ევროვიზია 2026-ზე. 2025 წელი საქართველოს პირველი არხისთვის, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ძალიან წარმატებული გამოდგა. დაიწყო ახალი ეპოქა მის ცხოვრებაში და საბოლოოდ დაუმკვიდრდით ახალ შენობაში, რომელიც ახალ შესაძლებლობებს იძლევა და ახალ პერსპექტივებს შლის. იწყება ახალი გადაცემები, ზოგი უკვე ჩაშვებულია, ზოგი გამოვიდა უკვე ეთერში და ძალას იგრებს ხალხური და ასე შემდეგ. ყველას არ ჩამოთვლით, იწყება კიდევ სხვა არის ფილმ წარმოება. წელს აგერ წლის ბოლოს იყო მნიშვნელოვანი წარმატება ევროვიზიისა. გარდა იმისა, რომ მესამე ადგილი ძალიან საპატიო ადგილი აიღო ჩვენმა ოქროს გოგო ანიტამ, ამავე დროს ეს იყო საქართველოსთვის და მათ შორის აი ამ სფეროში დასაქმებული მომსახურე ადამიანებისთვის და მათ შორის პირველი არხის პროდიუსერებისთვის, რეჟისორებისთვის, ტექნიკური მუშაკებისთვის ეს დიდი გამოცდა იყო ასეთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროექტის ჩატარება და მე ამ სიტყვას კიდევ გავიმეორებ და საერთაშორისო შეფასებაც ესეთი იყო, რომ ევროვიზიების ჩაბარების ისტორიის საქართველოს შეძლო და თამასა ასწია კიდევ უფრო მაღლა. და იმედი გვაქვს და ესეც იქნება, რომ 26 და ყველა შემდეგი წელიწადი კიდევ უფრო მეტი კიდევ უფრო დიდი წარმატებებს ვივახცევთ და კიდევ უფრო დიდ სარგებლობას მოუტანთ ჩვენ მაყურებელს. უმნიშვნელოვანესი წელია 26 წელი, რადგან ჩვენი ბიუჯეტის სათაურიც არის ახალი წარმოება და ახალი გადაცემები. ამიტომ მთელი სიმძლავრე, რომელიც გამოგვითავისუფლდა შენობაში დახარჯული რესურსით, გვექნება შინაარსის წელი და მაყურებელს, მსმენელს ფიქრობ, რომ დაუვიწყარ სატელევიზიო ეთერს შევთავაზებთ. სანდოობა, მუდმივი განვითარება, სიახლისკენ სწრაფვა, ღირებული კონტენტის შექმნა და ქართული ტელეპროდუქტის წახალისება არის ის ღერძი, რომელზეც დღეს საქართველოს პირველი არხი დგას. ყოველი ახალი სატელევიზიო სეზონი ამის დასტურია.